ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, იკითხებიან ბრალდების მოწმეები. ამ წუთებში უსმენენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალური სამსახურის ექსპერტს, რომელმაც გამოძიების მიერ წარდგენილ ქილებზე ქიმიური ექსპერტიზა ჩაატარა. მისი ცნობით აღნიშნული სითხე, ნავთობპროდუქტი, ბენზინი და საღებავები აღმოჩნდა, მისივე თქმით, ქილების ნაწილს ბენზინთან ერთად ჰქონდა ნაჭერიც. გამოძიების მტკიცებით ზვია ცეცხლაძის სახლიდან მოლოტოვის კოქტეილები ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზაზე წარადგინეს. ცეცხლაძეს ჯგუფურ ძალადობას ედავებიან, დანარჩენ 7 პირს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. დაცვის მხარე ამბობს, რომ ამ დრომდე დაკითხულმა ვერც ერთმა დაზარალებულმა პოლიციელმა ვერ დაასახელა ბრალდებული ვისგან მიიღეს დაზიანება. წარმოდგენა გამოსაკლო ობიექტებში რა ნივთიერება, რა შემოქმედებისაა ისინი, მიეკუთვნება თუ არა ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებადი მოწყობილობის კატეგორიას. პაკეტში აღმოჩნდა 2 ცალი თუნუქის ქილა, წარწერით ოქსიკ ენამელ, წითელი ფერის შიგთავსით, 3 ცალი აეროზოლი, წარწერით GNC და 1 ცალი აერის გამოწმენდი აეროზოლი ცალიან მდგომარეობაში, გამჭვირვალე პოლიეთილენის მასალის ბავშვი წარწერით რუსულენოვანი წარწერით რასტვალი წელ, წითელი ფერის ხუბით, მაშინ მოთავსებული იყო უფერო სითხე, გამჭვირვალე პოლიეთილენის მასალის ფოთლი, ასევე წარწერით რუსულენოვანი წარწერით ჟიტკოს. ვერც ერთი დაკითხული პოლიციელი ვერ ახდენს იმ პირის იდენტიფიცირებას, ვისაც ვისი მხრიდანაც მათ დაზიანება მიიღეს, ძალიან პირდაპირ კითხვაზე ვის მიმართ აქვთ მათ პრეტენზია, პასუხი არის აბსტრაქტული, რომ თუ დადგინდება, რომ წარმოდგენილი ბრალდებულები არიან ის პირები, ვინც მათ დაზიანება მიაყენეს, შესაბამისად მათ მიმართ ექნებათ პრეტენზია. არადა საპროცესო კოდექსი დაზარალებულად ცნობას სხვა ფორმით იცნობს, დაზარალებულს მეტნაკლებად უნდა ქონდეს წარმოდგენა დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ და შესაბამისად უნდა ასახელებდეს კონკრეტული დანაშაულის ჩამდენ პირს. მე პირადად ველოდები მაგალითად როდის იქნება ჩვენი მოწმე, რომელიც სახლში იყო მოსული და თორნიკეტს წაიყვანეს, ისინიც განარას იტყვიან, არაფერს იცეთს. მაინტერესებს თუ იტყვიან იმას, რომ დროშა წაიღეს საქართველოს დროშა სახლიდან, რომელიც იყო ჩემი კერძო საკუთრება. მასკარადი გრძელდება, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს მარცხსაჯულებასთან. რა თქმა უნდა, იქნებიან მოწმეები მოყვანილი, რომლებიც თავს დაზარალებულად ცნობენ და ზოგადად ასეა ცნობილი, თუმცა საკუთარი საქმის მასალებიც კი არ იციან. ვერცერთ ბრალდებულს ვერ ცნობენ, ხელს ვერავის ვერ ადებენ, იმასაც კი ვერ ამბობენ, რომ რომელიმე მათგანი იმ დღეს როცა ესენი დაზარალდნენ, რომელიმე მათგანი აქციაზე თუ იყო საერთოდ, აქედან გამომდინარე, კავშირი მათ ზიანსა და ბრალდებულებს შორის არანაირად არ დგინდება.